მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როგორც ჩემგან ხელმარჩნივ თქვენ ხედავთ, ილია თოფურიას და მის ყოფილ ცოლს სკანდალური თემები გავრცელდა. და ძალიან ბევრი ყალბი ბრალდება წავიდა ჩვენი ჩემპიონის, ჩვენი საამაყო ქართველის და პირადად ჩემთვის საუკეთესო სპორტსმენის საერთოდ ისტორიაში ილია თოფურიას წინააღმდეგ, რაღაც ოჯახური ძალადობები, რაღაც ქონების გაყოფები და მრავალი სხვა. რაზედაც ხო იცით, ტეიტი გამოვიდა, ენდრიუ კობრა ტეიტი და რა თქმა უნდა დაიცვა ილია თოფურია და უთხრა რომ ქალები ბოლომდე სანდოები არაფერში არიან. მოკლედ რაღაც სერიოზული დრამები ტრიალდება ილია თოფურიას თავზე. ეს ვიდეო რატომაც მე გადავწყვიტე რომ ჩამეწერა რომ ილიას უნდა გაემართა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია დაახლოებით მომდევნო წლის დასაწყისში ბრძოლა, რაზედაც ოჯახური პრობლემის გამო მან ეს ბრძოლა უვადოდ გადადო, ჯერ არ ვიცით როდის დაბრუნება საერთოდ ოქტაგონზე და ზოგადად მინდა ქალებიდან მომავალი, აი რაზედაც ტეიტი საუბრობს ხოლო რომ დასავლეთიდან მომავალი საფრთხეები რომ ცოლმა რა შეიძლება შენ შეგიქმნას, როგორ შეიძლება გამოგიყენოს, როგორ შეიძლება ქონება აგახიოს და მსგავსი სახის ძალიან საინტერესო სოციალური განხილვა მინდა გავაკეთო, რაზედაც პრევენცია მინდა ჩვენ მომავალში გავაკეთოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ძალიან საჭირო თემაა და ამ თემებს აუცილებლად შევეხები მომავალში, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გავუზიარეთ ვიდეო მეგობრებს, ასევე აღწერაში არის ლინკები, სადაც დონაცია შეგიძლიათ გააკეთოთ და ამ ვიდეოთი მაქსიმალურად გავამხნევოთ ჩვენი ჩემპიონი ილია თოფურიო. მოდი ახლა დავიწყოთ აი მოკლე რევიუს განახებთ, ახლა უცებ რა ხდება რა ზოგადად რომ იცოდეთ. UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ზეწოლაზე და ცრუბრალდებების გავრცელების მუხარაზე საუბრობს. მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუბრალდებების გავრცელების მუხარის. თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა წერს სოციალურ ქსელში თოფურია. აი ხა უყურეთ მეგობრებო ტეიტის პოსტი X-ზე, ეს იყო ძალიან საინტერესო, ძალიან გახმაურდა და ძალიან გავარდა სხვათა შორის ეს, ენდრიუ ტეიტი ხა ჩემო გამოწერება იციან ვინ არის, მაგის იმას ხა რეპრეზენტაციას აქ არ დავიწყებ და მან დაწერა ესეთი პოსტი, რომელსაც გადაგითარგმნი და გაიგებ. ეს ერთი პოსტია, ორი დაპოსტა. პირველში იყო რომ მე არ ვიცნობ ილია თოფურიას ახლოსო, მაგრამ მე მჯერა რომ ქალი არის ამ ყველაფერში დამნაშავე. ტეიტი ხა განთქმულია ხო ხვდებით საკუთარი სექსისტული შეხედულებებით. Those happily married guys always wake up one day and realize women simply can never be trusted ever no matter how nice you are to them. ანუ ეს ბედნიერი, ესე ვთქვათ, დაქორწინებული წყვილები, ანუ კაცებზია საუბარი, ერთ დღეს იღვიძებენ და ხვდებიანო რომ ქალები არაფერში არ არიან სანდოებიო. ხო. How-მა ანუ მნიშვნელობა არ აქვს ახლა დაბლაწერს რამდენ ფულს მიცემომა თუ ან რა სტატუსი გექნება შენ მათთანო. კაცი არის სიყვარულში, ქალი არის უბრალოდ საქმეში. ეს არის ენდრიუ კობრა ტეიტის შეხედულება. ეხლა რაზე მინდა მე ხაზი გაუსვა, სხვათა შორის მე ტეიტს უყურებ, რავი უკვე მეოთხე წელია დაახლოებით, მეხუთე წელი დაიწყება ეხლა და ძალიან ხშირად მომისმენია სხვადასხვა პოდკასტებიდან, სხვადასხვა გადაცემებიდან, სხვადასხვა ედიტებიდან, rilsი, ანუ ძალიან ბევრი რაღაციდან რომ დასავლური ცივილიზაცია არის მკვდარი ოჯახური ღირებულებების თვალსაზრისით. ეხლა რას ნიშნავს ახლა უყურეთ. რას ნიშნავს დასავლური ცივილიზაცია არის მკვდარი. ანუ ნახეთ დასავლურ სამყაროში, ანუ მე საუბარი მაქვს ევროპა, ამერიკა, იმდენად დიდი უფლებები აქვთ ქალებს მიცემული, იმდენად დიდი უფლებები, რომ თავისუფლად შეუძლიათ, ან დაუშვათ შენ თუ ცოლს მოიყვან და კანონიერად იქორწინებ მასზე და შენ ხარ ფულიანი დაუშვათ, გაქვს ფული, ძალაუფლებას ფლობ. ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ შენ, რავი, გათენდეს რაღაცა დღე, რაღაც პერიოდი ქონდეს მას და უბრალოდ გითხრას, უბრალოდ აღარ უყვარხარ. მას კანონიერი საფუძველი აქვს, რომ ადგეს და შენ გიჩივლოს. და მოგთხოვოს ქონების ნახევარი. ეს მარტო ილია თოფურიას არ გადახდა მეგობრებო, მე ხო იცით რომ ვარ მანჩესტერ სიტის დიდი გულშემატკივარი და გვარდიოლას მოვიდა დაახლოებით 1 წლის წინ, რამდენადაც მე ვიცი და ზოგადად სიტის რეგრესის მაგან, ესე ვთქვათ, სიტის რეგრესის მაგან განაპირობა რომ გვარდიოლა იყო დეპრესიაში, რადგანაც ცოლი გაშორდა იმ მიზეზით რომ შენ ზედმეტად მეტს ფიქრობო მანჩესტერ სიტიზეო. დე ბრუინზეო, გიუნდოგანზეო, ჰალანდზეო და ანუ გვარდიოლას სოლი შორდება იმ მიზეზით, რომ შენ ზედმეტად მეც ფიქრობ ფეხბურთსეო. მე ტეიტი გამოვიდა ერთ პოდკასტში და უთხრა, შენ რო პულს ჭამო, შენ რო მაგარი მანქანი დადიხარო, შენ რო ტაქსები არ გაწუხებსო, შენ რო ძვირფასი კაბაკაციო და ძვირფასი საათი გიკეთიაო, ვისი დამსახურება არ არის აქ ჰალანდის, დე ბრუინას, გიუნდოგანის და სხვა სიტის ფეხბურთელების და ეს არ არის დამსახურება, რომ გვარდიოლა ძალიან მაგარი მწვრთნელია? ანუ ნახეთ რაზე მაქვს მეგობრებო საუბარი, არ ვიცი თქვენ გაქვთ თუ არა ნანახი. ამ ზაფხულს იყო პოდკასტი ამერიკელი ბიჭების, სხვადასხვა რომელსაც ტრამპთან აქვს ჩაწერილი, თოფურიასთან იყვნენ ჩასულები, სახელი ახლა დამავიწყდა, ვერ ვიხსენებ და უთხრეს ესეთი რამე, რომ მაიამიში გაცნობილი გოგო ცოლად არ უნდა მოიყვანო.
ნუ რაზედას თოფურია ისე გახედა რომ რავი იქ ყოფმა 7-ვე კაცმა ჩაისვარა, ნუ გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მე მაშინაც თქვი და თავიდანაც ვამბობდი და ზოგადად ეხა ილია თოფურიას და მის ცოლს ძალიან დიდ პატივისცემი და ძალიან ლამაზი წყვილი იყო ყოველთვის, აი რო შეგეხედა. აი მართლა რო გესიამონება, ხო? აი ხო არის ეგეთი ადამიანები, რომელსაც აი წვილები ძალიან უხდებიან ერთმანეთს. პირველად რო გავიგი ამბავი რომ თოფურიას მოვიდა რაღაცა ცოლთან ნუ ეხა მე პირადად არ ჩავალ არ ვიცი მიზეზი მანდრა იყო და ეს არ ჩემი საქმეა და არც არა ვიცი მაგრამ მე მინდა ეხა განზოგადება გავუკეთო იმ საკითხს თუ რა მოხდა პოსტფაქტუმ ანუ ილია თოფურიას მოულოდნელად უყენებს ულტიმატუმს საკუთარი ცოლი რამდენადაც ისია გავრცელებული ინფორმაცია რა თქმა უნდა ეხა პირადად ილიას არ ვიცნობ ეხა რო ეს ვიცოდე და ანუ ამაზე ბუნებრივია ეს არ არის ესეთი თემა რა საჯარო უნდა იყოს მაგრამ ჩემი ვერსია უბრალოდ რომ ნუ რაღაც ბრალდება იქნებოდა სერიოზული არ ვიცი რის საფუძველზეც თხოვდა რომ ქონების ნაწილი გაიყო ნუ ჯერ გაყრას მე ქონების ნაწილის გაყოფას და ილიას ეხა უზარმაზარი ქონება აქვს უკვე და პლუს როგორც მე ვიცი ბავშვსაც არ ანახებს ილიას. არ ვიცი. ანუ აი პროფესიონალური კრივშიც და MMA-შიც ყოფილა ეგეთი რამეები, რომ ტიპს რომ ვერ ამარცხებენ ვერანაირად და წაუგებელი ამდენი სერია აქვს. მერე ჰანიფოთები ქვია ესეთი რა, ცოლებს უპირისპირებენ. ნუ ეხა ამ კონსპირაციებში მე არ ჩავალ, მაგრამ ძალიან საიჭოდ გავს, აი ძალიან პროფესიონალური მოკრივეების ისტორია, სადაც მათი პირადი კარიერა, ბოდიშით, მათი პირადი ცხოვრება იყო მსხვერპლი, რომელიც შეეწირათ შემდგომ მათ კარიერას და კარიერას დაასვეს სერიოზული დაღი. რაჩერის ტაისონი არის ერთ-ერთი ესეთი და ძალიან ბევრია იქ. ანუ მად უთხრეს პოდკასტზე რომ მაიამელი გოგონს დობა არ შეიძლება. რადგან სხვა ფსიქიკით იზრდებია ზოგადად ეხა მე მაიამელ პოდკასტერებსაც უსმენ ძალიან ხშირად ამერიკელებს, მათ შორის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძალიან ბევრს და აი მანდ რო გოგოებს უყურებ ანუ აი ცოლის მოყვანა არ მოგინდება უბრალოდ. ჯერ ხო 18 წლიდან უკვე აქვთ იმხელა გარბენი უკვე რომ აი მანქანაზე დაჯდობა არ მოგინდებათ. ალბათ მიხვდით ეხა მე რაც ვიგულისხმე და გაანალიზეთ ეხა რაც ვიგულისხმე და მიხვდებით. იმდენ რამეზე არიან გადავხტარები უკვე 18 წელიწადზე მაქვს მე საუბარი მეგობრებო რომ აი ეგეც ვერ შეხედა უბრალოდ ვერ მოიყვათ ცოლად უბრალოდ. იმდენად გაუბრალოებულია მათი ცხოვრება, მათი ყოველდღიურობა, მათი მამაკაცებთან ურთიერთობა და მათი სიყვარულის ცნება იმდენად აღარ არსებობს რომ ანუ შენ თუ ბევრი ფული არ გაქვს, შენ თუ მაგარი მანქანით არ დადიხარ, შენ თუ ბევრი გამომწერები არ ყავს, ანუ ზედ არ უყურებენ გოგოების ხონაერ კაცებს. ანუ ეს არის მაიამის კომუნიტიზე მაქვს საუბარი. ანუ აი ეს ხდება მარტო აი ამ მაიამი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, ანუ პერიფერიები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მე ჯოჯოხეთს ვეძახი, ხო? უსულო ქალაქებს. თორე ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დიდ პატივისცემი ხარ. ცენტრალური ძალიან უყვარს ვირჯინია, ტექსასი, ალაბამა და ეგენი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მათ უფრო მეტად კონსერვატიულია, ძალიან ბევრი რაღაცები და ძალიან საინტერესო და ოჯახური ღირებულები არის ცენტრალურ ამერიკაში, ამას არ უარყოფ და ვადასტურებ. მაგრამ აქეთ ამ ხარეს რა, აი აქეთ ამ ხარეს მეგობრებო არის აი პირწავარდნილად საშინელი მდგომარეობა. ხო გეუბნებით ან დაპროგრამებულები, ანუ იმდენად აქვს თავში ავარდნილი, აი მე ეხა არ მინდა სექსისტურად გამომივიდეს, ეხა მეც ვარ ეხა ურთიერთობაში და საერთოდ ქალებზე არ ვფიქრობ, ცუდი შეხედულებები ნამდვილად არ მაქვს და არ მაქვს ტეიტივით ესე ვთქვათ რადიკალური შეხედულება, რომ არჩევნებში მიღების უფლება არ უნდა ქონდეთ და რაღაც მართვის მოწმობას არ უნდა იღე, ეგეთი შეხედულებები ნამდვილად არ მაქვს. მაგრამ ხას უსვავ ერთ მომენტს, რომ მეგობრებო, ქალმა თუ ძალაუფლება შეიგრძნო უკონტროლოდ ერთად მოსული ძალაუფლება, ნახე, მოულოდნელად მოსული ძალაუფლება, რომელსაც არ აქვს გამოცდილება, რა არის გაჭირვება, რომელმაც არ იცის რა არის მაგალითად ფულის ყადრი, ადამიანმა რომელმაც არ იცის დაფასება ის, რასაც მისი მეორე ნახევარი უკეთებს, ხო? თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა დონეზე შეიძლება აუვარდეს თავში. ნუ ეხა არა მარტო ქალს, კაცსაც, მაგრამ ნუ ძირითად შემთხვევაში მაინც მასკულინურ ცივილიზაციაში გვიწევს ცხოვრება და კაცი არის შემგროვებელი, ან უფრო მეტი ფულიანი კაცი არსებობს და უფრო მეტ ფულიან კაცს უფრო მეტი middle class-ი მოყავს სოლად. ანუ საშუალო ფენა ესე რომ ვთქვათ. და საბოლოო ჯამში ეხა რა ხდება, უყურეთ, მოულოდნელად როდესაც შენ გაქვს ფული და შეხვდები ისეთ გოგოს, რომელსაც არ უნახია კაი ცხოვრება და ბრა ხუცებ და მოდი ჩემო საყვარელო, ჩემო სიყვარულო, ჩემო სიცოცხლე, ბევრი კაცი არ გადის ურთიერთობის იმ ეტაპებს, რომ ქალი სხვადასხვა მდგომარეობაში დატესტოს, რამდენად ერთგულია იმ მდგომარეობაში, რამდენად ყურადღებიანი, რამდენად საყვარელი, ბევრი სხვა кейსი არსებობს და მე საერთოდ ამ პოლიტიკის მომხრე ვარ, რომ გაჭირვება უნდა ნახო ქალთან ერთად, რომ მაგან შენ დაგაფასოს რეალურად, გაიგოს შენი ფასი, თორე ეხა სუფრა რო გაგიშალოთ, ეხა თელი საქართველო მოვა. ამიტომ გაჭირვებაში იტესტება რეალურად ადამიანი. ეხა ილია თოფურიას ამბავს ეხა რაც უკავშირდება. ეხა ილია თოფურია არის ძალიან ცნობილი პიროვნება. დაუმარცხებელი მებრძოლი. ფიზიკურად ძალიან შეხედული ბიჭია.
არ ვიცი, შეიძლება რაღაც მოხდა ცალკე რაღაც ისე თქვა, რავი, ფეხი აუცდა, სხვასთან არ ვიცი. ეხლა ტეიტი ამბობს ესეთ რამეს, რომ მენქეთშით, ანუ კაც შეუულია რაღაც მომენტში უყალატოს, რასაც მე არ ვეთანხმები. იქინა გამომდინარე, რომ როდესაც სასიყვარულო ურთიერთობაში იმყოფები, შენი ქალი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერი. მე არ ჯერა იმ ფილოსოფიის და არ გავყვები იმის და ტეიტს დიდ პატივს ემდა ძალიან ბევრ რაღაცაში მას მე ვეთანხმები, რომ აი კაცსაც შეუულია ღალატი, იმიტომ რომ კაცს მეტი სოციალური როლი აქვს, მეტი ძალაუფლება აქვს, მეტი ბლატაობა შეუულია, არა. არ შეიძლება. იმიტომ რომ მეც ვთვლი რომ კაცის ღალატი ისეთივე ღალატია, როგორც ხალის ღალატი. ანუ შენ თუ ხარ სასიყვარულო ურთიერთობაში და ქალს ძილის წინეუნები რომ შენის გიყვარს, შენ არანაირი მორალური უფლება არ გაქვს რომ ადგე და მეორე დღეს ვიღაცასთან ერთი საათი შეირბინო. ეს არ არის ჩემთვის არც კაცობა და არ ჯელტმენობა და არც ჭყალებში რაღაც casual გამოსული ტიპობა ნაღდად არ ნიშნავს. აბაში არ ვეთანხმები. ნუ მე ეგეთი ეჭვი მაქვს, რომ ეგეთი რამე მოხდა ილიას ცხოვრებაში, იმიტომ რომ ხო ილიას იმხელა ტესტოსტერონი აქვს, რომ მაგ ტესტოსტერონს განთავისუფლება ჭირდება და არ ვიცი. მე ვერაფერს ვერ დავამოწმევ და ვერც დავადასტურავ და ვერც ბოლომდე უარყოფ, მაგრამ ჩემი შეხედულება უბრალოდ. და ესე მოულოდნელად ახლა ილიას განსხვავებული кейსი რატოა ილიას ცხოვრება, რომ ილია არის სუპერ წარმატებული. ილიას ბოლო წელიწადნახევარში იმხელა წარმატებას მიაღწია და იმხელა ყურადღება მიიქცია მსოფლიოს, ნუ არა მარტო საქართველოს. ახლა ილიას საქართველოს ჩამოსული იყო, ისეთი გოგოები იდგნენ ილიას გვერდით, ხო, რომ რავი, ეგეთი გოგოები თუ საქართველოში არსებობდნენ, არ ვიცოდი რატო, იმიტომ რომ მაგნიტივით იზიდავ, როდესაც სუპერ წარმატებული ცნობილი ხარ და ყველა გიყო, მაგნიტივით იზიდავ. გაიგე? და ეს უნდა იცოდეს შენ გვერდზე მყოფმა, რომ როდესაც ცენტრში ხარ ყურადღების, ხო, და ყველა გიცნობს და რაღაც, რომ შენ შემთხვევაში განსხვავებული რაღაცები ხდება. მე ხა არანაირად არ ვაპრავებ ხა თუ რაღაც ისე მოხდა ის ეჭიც მე მაქვს, მაგრამ ერთი რაღაცით რო ხა შენ გამოხვიდე და ბავშვი არა ნახო და ქონება მომეცინა. ჯერ ბიჭო, აი ეგ არ მიგოს ან თუ ურთიერთობაში და სიყვარულში ხარ, როგორც ვიცი ილიას ყოფილი ის რა ქვია, ყოფილი ცოლი, აწუკე ყოფილი ცოლი, საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო მაიამის. არ უჭირდა არანაირი პრობლემა არ ქონა. უბრალოდ რა არ მეგულწრფელება, იცით ხალხო, რაზე ვატრაკებ ზოგადად, რომ აი ურთიერთობა ახალი დასრულებული გაქვს ადამიანთან. ანუ სულ ახალხანს გაშორდი, წარმოიდგინე. მასთან ერთად გეძინა, მასთან ერთად ჭამდი, მასთან ერთად იყოფდი ყველაფერს. და უცებ შენ იმ კონდიციაში იჩითები, რომ კაი სიყვარული გვერდზე გადავდა, ჩვილი ყველაფერი და ქონება გამიყავი. ნუ აქ უკვე მერკანტილური მიზნები ჩანს უკვე, ანუ ვიღაცას აი ესენი უნდა ილიასი. ხო და ძალიან ტეხავს უბრალოდ. არ და ძალიან შეხედული და ლამაზი გოგო იყო მართლა და ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს და ძალიან ტეხავს რომ ესეთი ლამაზი ოჯახი ინგრევა, ხო? და როგორც ვიცი ილიასთვის ეგ მეორე ცოლია. ნუ პირველისგან შვილი ყავს და მეორე. შოკში ვარ უბრალოდ. ეხლა მე ყველაზე მეტად გული დამწრა იმაზე რომ ილიას ოქტაგონზე ველოდებოდი. იმიტომ რომ ილია არის ცხოველი, საუკეთესო. მე აი ილია რო ჩხუბობს მე იმ ღამეს არ წინავს საერთოდ. პირადად მე რომ მკითხოთ ილია თოფური არის საუკეთესო სპორტსმენი ჩემთვის ისტორიაში. არა იმიტომ რომ ქართველია. აი ბევრი მისი ფსიქიკა, მისი ხასიათი, მისი ფილოსოფია, მისი ძალა, მისი ტექნიკა, მისი ცხოვრების სტილი, ლაიფსტაილი, ყველაფერი აბსოლუტურად არის ნომერ პირველი ჩემთვის. უბრალოდ აი როგორც მესი და რონალდოს პერიოდში რო ვიცხოვრეთ, ხო ვიტყვით რომ აი ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს მოუყვებით რომ აი მესის და რონალდოს პერიოდში ვიცხოვრე. აი მე ჩემ შვილს იმასაც ვეტყვი რომ ილია თოფურიას პერიოდში ვიყავი და ილია თოფურია რო პრაიმში იყო, რომ მას ვერავინ ვერ უგებდა. და არც მისი ჩემპიონები მის წინ რო ვარდებოდნენ და ვარდ ზემოდან ესროდა. არ ვიცი მეგობრებო, ეხლა მე არ მინდა ძალიან ჩავიდე უბრალოდ აი რა რეფერენსები მინდა მოგცეთ, იცით რომ ცხოვრებაში გამოიყენოთ, რომ არასდროს არავინ არ დაისვათ თავზე. არასდროს. არ გაიბათ რაღაც ისეთი სახის ხაფანგებში, თქვენი მედაგებულ ხაფანგებში, რომ მაქსიმალური ძალაუფლება გადააბაროთ ვიღაცას. თქვენ კაცი ხართ და ზოგადად ამ ნახევარსფეროში მე მომწონს რომ კაცის ესე ვთქვათ მასკულანური სტატუსი უფრო მაღალია. იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები ურთიერთობაში არსებულ თანასწორობას. ასეთი მცნება არ არსებობს უბრალოდ. მორალურად უნდა ვიყოთ თანასწორები, რომ აი მე რო შენ არ გღალატობ, შენც არ უნდა მიღალატო. რომ მე შენ მიყვარხარ, შენც უნდა მორალურ თანასწორობას ვემხრობი, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობებიდან და კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის აბსურდი უბრალოდ ქალსა და კაცს შორის. იმიტომ რომ ქალმა შეიძლება მართლა გაცდონოს, ცოლად მოგაყვანინოს თავი და მე რა ყველაფერი აგახიოს. და დასავლური კანონმდებლობა აი სწორედ აი ამაზე დგას, ამ ანგლოსაქსურ ნაგავზე, რასაც ისინი უწოდებენ რაღაც სოციალურ თანასწორობებს. ანუ უნდა არსებობდეს იმპერატივი. ანუ ეს ისტორია უბრალოდ სოციალური ისტორია არის, ანუ კაცობრიობის ისტორია ასე დგას, რომ კაცი შემგროვებელი, კაცი მონადირე
და ეს მონადირეობა და ეს შემგროვებლობა არ ნიშნავს, რომ შენ გაქვს იმის უპირატესობა, რომ ადგედა უხალატო, არა, პირიქით მეტი სოციალური სტატუსი გაქვს, ანუ უფრო მეტად ერთგული უნდა იყო და უფრო მეტად ძლიერად უნდა დაიცვა შენი მეორე ნახევარი, მაგრამ თუ შენ ეს გაგექცა სადღაც და ქალს ზედმეტად გადაყევი და ზედმეტად გადააბარე ყველაფერი, ხო? მაგ შემთხვევაში აი ეს ტეიტი პოსტერი უნდა გაიკრათ უკან, აი დენები და მეხები რომ მოსდის უკანა და ესე რო დგას ხელებით და ესე რო გიყურებთ. აი დაახლოებით ეგეთი რამეები უნდა წარმოიდგინოთ, როდესაც ზედმეტად იმოგდით ურთიერთობაში. ამიტომ მე ვხობი სიყვარულისადმი და მორალისა და სიყვარულისადმი ტოლერანტობას. ეგ კარგია ურთიერთობაში. მაგრამ აი კანონიერი, სადაც მატერიალური თანასწორობა უნდა შეიქმნას, რაც უკვე მერკანტილურია ნაწილობრივ, რაც გამოვლინდა ხა ილიას ყოფილ სოლში, რომ ეს შენი ქონება გამიყავი, ხო? ეგ ძალიან მეზედმეტება, იმიტომ რომ არასამართლიანი მგონია მე დავაგროვო ფული, ძალიან დიდი ძალაუფლება, ყველაფერი ჩემი შრომით შევიძინო და უცებ ცოლი მყავს მოყვანილი და უშვათ და ის მეუნება რომ რავი გშორტები, რავი მიზეზი ხუიوزნაით და გამიყავი შენი ქონება. რატომ? რატომ არ არსებობდეს ესეთი კანონმდებლობა? ეს ვარი bullshit თავიდან ბოლომდე ტყუილი, სისულელე უბრალოდ. და ალბათ თქვენც მეთანხმებით მაგაში. თქვენი შრომით ამდენი ვიღაცა აგახიოთ მე ყველაფერი. Ну, მადლობა ღმერთს საქართველოში არ არის ყველაფერი, მაგრამ არ მინდა რომ საქართველო დაემსგავსოს ამ ანგლოსაქსურ სამართლებრივ მეინსტრიმსა და რაღაც სოციალური კონსტრუქციების ამ სუბკულტურებს, რომ აი თანასწორობა იქაც, ყველგან თანასწორობა, ჯერ თანასწორობის მიარჯერა ზოგადად ეგეთი ფენომენის მიარჯერა. საერთოდ მე ქალსა და კაცს შორის არსებულ ურთიერთობას ვამსგავსებ და ყოველთვის ეგ ნიშა მაქვს აღებული, რომ კაცი უნდა იყოს რაინდი და ქალი უნდა იყოს დედოფალი. და დედოფალს და რაინდს აქვთ განსხვავებული სოციალური როლები. განსხვავებული სოციალური როლები სოციალიზაციაში ზოგადად. ეს სტანდარტი, როდესაც ირღვევა, აი, ხო იცით ეგეთი სურათები, რომ აი რაინდს შემოხვეულია ქალი და ეს რაინდი განასახიერებს იმას, რომ ის იცავს, ფარველობს, გვერდში უდგას, უყვარს, ერთგულობს, ხო ეს რაინდული ჯელტმანური თვისებები და ქალი ამ შემთხვევაში არის როგორც სუსტისქესი, რომელიც არის დამოკიდებული კაცზე, რა თქმა უნდა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის, ესე ვთქვათ, მორჩილი, ეს მორჩილება ეს ქრისტიანულია, სხვათა შორის არ გაიგოდე ყველა მონობა და მორჩილება სხვადასხვა რამეა, მორჩილი თავისი შინაარსით ქალი კაცის მიმართ, რა თქმა უნდა იყოს და ის აქცევს მას მართლა დედოფლად კაცის და არა ის რომ მაგალითად კაცი თუ ამას აკეთებს, მოდი ყველგან ჩავაკვეხოთ ქალიებს. ფემინისტები როგორებიც არიან დღევანდელი, რომ პარლამენტში ძალით შეათრიათ ქალები. იმის გამო რომ კვოტირება რო იყო, ხო იცით, იმის გამო რომ ქალია, მაგის გამო რომ უნდა იჯდეს. ეგ აბსურდია უბრალოდ. ნიჭიერი იყავი და ისე შედი. ეს ხო სამართლიანია. რატო უნდა იყოს შენი სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული სტატუსი შენი საქმიანობის ავტორიტეტის განსაზღვრელი? ეს ხო აბსურდია თავიდან ბოლომდე. ამიტომ მე ამ დეტერმინირებული სოციალური რეალობის მომხრე ვარ. რომ უნდა იყოს ეს სტანდარტი შენარჩუნებული კაცსა და ქალს შორის, ეს არის იდეალური ურთიერთობის საწინდარი. ძალაუფლება და საკონტროლო პაკეტი ყოველთვის კაცს უნდა ქონდეს, მაგრამ ან უნდა იზრუნოს ქალზე, მის ბედნიერებაზე და მის კარგად ყოფნაზე. აი მე შენარჩუნდება ყველაფერი. მაგრამ თუ გადავედით და დავამსგავსეთ დასავლურ ცივილიზაციას, ჩვენც ისევე დავიღუპებით როგორც ეგენი. მე მიხარია რომ საქართველოში მაინც იმის ამიხარებოდ ეს სტანდარტი გარკვეულწილად კომუნისტების მერე დაირღვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქალი აქეთ ინახავს კაცებს სამწუხაროდ. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ესეთი რამე, ესეთი შინაარსი, რომ ქალი კაცს ინახავდეს, არ ვიცი და ესეთი კაცები ჩემთვის უბრალოდ არ არიან მასკულანები და საერთოდ არაფერი პრეტენზია არ უნდა კონდეთ მათ შელტმენობაზე და საერთოდ კაცობის ტერმინზე, რომ ქალი გინახავს შენ, ეს არის აბსურდისრული. ეს არ ნიშნავს მეგობრებო, მე რაც ვისაუბრე, რომ აქ სანმე დავაკნინე რეალურად ქალი ან ქალის სიძლიერის პრედიკატების მიაქარჯერა. რა თქმა უნდა, ხო ეს ცნობილი არგუმენტები, ქალს შეუულია 9 მუცელი ატაროს სიტყვაზე, ორსულობას გაუძლოს, ბლა ბევრი ეს ვიცით. ეს ახალი აქ არაფერი არ არის. უბრალოდ აქ არის განსხვავებული სექტორები, განსხვავებული მიდგომები, რაც ჩვენ უნდა ვიცოდეთ. და ჩვენ თუ ეს დავარღვიეთ და მაგალითად დავემსგავსეთ მართლა მაიამიში დაბადებულ გაზრდილ ადამიანებს, ხო, უბრალოდ ცხოველები ვიქნებით, სადაც გაუფასურებული იქნება სიყვარული, ერთგულება, ოჯახი და ასე შემდგომ. ოჯახი უნდა იყოს ყველაფრის ერთობა, ქალისა და კაცის. ხო, რა ვიცი, ესეთია ჩემი მსჯელობა, ესეთი შეხედულება, რომ მე მაინც ტეიტიზმს მივყვები, მაგრამ არა ბოლომდე, არ ვარ რადიკალი მიმართულებში, რომ მაგალითად არჩევნებში მიღების უფლება არ უნდა კონდეთო და ეხა მართვისმოწმეები ან მართვისმოწმეებზე ისე მიშლიან ხოლმე ქუჩაში ნეროსო, მართლა ვფიქრობ მაგაზე, რომ მართლა აღარ უნდა გაიცემოდეს, მაგრამ anyway, დავაბალანსოთ
ჯელტმენურად დავაბალანსოთ მატერიალურად საკონტროლო პაკეტი ყოველთვის კაცს. ყოველთვის 55%, 51.5% კაცს. რომ მას მეტი საშუალება ქონდეს ურთიერთობის მოტრიალების, იმიტომ რომ კაცი არის ურთიერთობაში მაინც მთავარი აქტორი, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება მათი მომავალი, იმიტომ რომ კაცი უხსნის ქალს სიყვარულს, კაცი სთხოვს ხელს და კაცი იღებს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სოციალური როლებიც კაცს მეტი აქვს. ამიტომ აქ არაფერი არ არის სექსისტური საერთოდ. ნუ, რა მნიშვნელობა აქვს, ვისაც გონია რომ სექსისტურია ეგონოს. ხო, საბოლოო ჯამში იმას ვიტყვი, რომ ჩემი ძალიან დიდი მხარდაჭერა ილია თოფურიას, მე არ ვიცი, დეტალებში არ ჩავალ, ეს ჩემი ვარაუდები იყო უბრალოდ მე რაზედაც ვისაუბრე, ეს არავის საქმე არ არის, უბრალოდ რახან ილიას ესე თქვა დიდი ის აქვს წნეხი მიმდგარი საკუთარ ცხოვრებაში, ჩემი და ჩემი გამომწერების სახელით, სრული მხარდაჭერა აბსოლუტურად ყველანაირ ასპექტში და მალე დაბრუნება ოქტაგონზე, რომ კიდევ ერთხელ გაგვაოცოს იქამდე სანამ მახაჩევს არ ვნახავ ძირს დაგდებულს და ზედ გადავლილს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, რომ კავკასიაში ყველაზე მაგრები ქართველები ვართ. რავი, მეგობრებო, თუ მეთანხმებით ჩემს ფილოსოფიაში, ჩემს სამხედველობაში, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს და ძალიან მალე ძალიან საინტერესო ვიდეოთი დაგიბრუნდებით ამ დღეებში. დროებით.